მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ, რამოდენიმე ხნის მერე გიბრუნდებით ისევ ახალი პროექტით. და რა პროექტი არის ეს ამას ცოტახანში გაგაცნობთ. ეხლა ვარ მოსული ვირჯინიაში. რათა ვიყიდოთ ახალი მანქანა, რომ სული ჩაუპეროთ, გაუპეროთ. ხო და გამოიცანით რადევს შავყუთში. ეს არის აი აქ. ნახეთ. ეს როგორი შეფუთული დგას და ესეთი გარეთ ყრია რა და აი ნაკოლი მოგეცით რა უკვე ძველი როა და ეხლა გამოიცანით რა მანქანა. ესე გამოიყურება ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც ცოტა ხანში ჩაიქოქება. გამოვა. ისაბურავებზე კი ხედავთ რამდენი ხნის ნადგომია. ძალიან დიდი ხნის ნადგომი. მაგრამ ახალია კაცი. სვეჟია. ამბა დაწერეთ რა ვუქნათ ამ მანქანას. როგორ გავაკეთოთ, რა გავუკეთოთ, როგორ გავალამაზოთ. ეხლა გაჩვენებთ გულს. ვისაც 2 და 5 გეგონათ, ეს იმათ. მამალი სოროკი ბიჭო. მოკლედ წინა მანქანა რო გავყიდე, ვერ მოვასწარი იმ მანქანის გადაღება, შავი სოროკი რომ მყავდა. ესე იგი ძალიან ცუდად ჩამშა გულში. არა მარტო გადაღება, არამედ თვითონ ესეთი მანქანა ძალიან მომწონს და მაშინ მომიწია გაყიდვა რაღაც მიზეზების გამო. და ეხლა გამოჩნდა ისევ ერთი კარგი სვეჟი სოროკი, რომელიც უკვე გაჩვენეთ, გამოიყურება ესე. ძალიან დიდი ხნის ნადგომია, გარეთ დგას, მაგრამ პალატკა აქვს გადაფარებული და მანქანა შენახული არის კარგად. კრიშის საღებავი მაინც გაფუჭებულია. იმიტომ რომ აქამდე სად ეყენათ და ვისყავ და არ ვიცი, მაგრამ ძირთად მანქანას მხოლოდ უნდა განახლება რა საღებავის, რამეტი არაფერი, აი ვაფშე უცარაბკო მანქანა, რასაც ქვია რა. ეგეც შეგახედებთ, მოიცა. შეხედეთ. ვისაც გესმით მანქანა, შეატყობთ, რომ არანაირი დაზიანებას ადგილი არ ქონდა და ეს მანქანა არის იდეალურად. სვეჟია ძალიან. ყველაფერი თავის ადგილას აქვს, როგორც ქვემოდან, ასევე ზემოდან. სალონი თეთრ ფერშია. ისინი ყრია შიგნით რაღაცები. მოსაპარიადგებელია ჯერ. დისკების ტოკია, საბურავები დედა აღარ ყავს. ქვემოდან ესე გამოიყურება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ რამდენად სვეჟია. დაჟე E34 საშედნიკები წინიდან პირველად ნახე. თუ ვინმე იმაზე გამიმოხულებთ ყურადღებას, რუსულ სიტყვებს ვამბობ, მაგრამ მგიდი ეს ქართულად საშედნიკს ვაფშე რა ქვია აზრზიარო. ხო და დაიგიდეთ ეგ რა. BMW-ში ნიკურ ენაზე ვსაუბრობ. ხო და BMW-ში ნიკურად ესე ეხლა ავდგები, ვიყიდი ამ მანქანას. და მინდა რომ ერთი კარგი სოროკი გამოვიდეს აქედან რა. კარგი სოროკი ისედაც არის უკვე, მაგრამ აი თვალს რო ჭრიდეს ეგეთი სოროკი. ბამპერებს შევცვლი, აი აქ მარტო პატარა დაზიანება, აი ეს. ისეც გიხვდებით რომ არაფერი რა აქ მარტო პლასმასია დაზიანებული. ესე იგი, ეხა ამასთან დაკავშირებით მე მაქვს გეგმები, რა თქმა უნდა. თუ როგორი უნდა იყოს ეს მანქანა.
როგორ უნდა გავაკეთო საერთოდ, მაგრამ მაინც თქვენას თუ გამიზიარებთ, კარგი იქნება და დაწერეთ, აი თქვენ რო ყიდულობდეთ ახლა ამ მანქანას, რას გაუკეთებდით რა? დისკებს როგორ დააყენებდით? შიდოკები, ფარები, ფერის შეცვლას არ ვაპირებ. შავად უნდა შევყებო ისო. ნუ სავარაუდოდ. მაგრამ დანარჩენი ვნახოთ. მოკლედ რა. ეხლა ამის მფლობელი გამოვა. გადავხდი ბოლომდე გამოვიყვან და მე კარგად გაჩვენებ თუ რეალურად რა არის. აქ თუ ვერ გაჩვენებთ, სახლში გაჩვენებთ. წავედით. მოკლედ, ეხა პატრონს ვესაუბრეთ. შევიძინე უკვე მანქანა და შემიძლია ეხა დაუბერო საბურავები, ავიყვანო ჩემ ტრეილერზე და წავედით სახლში. ეგ უკვე გაირეცხება, გასუფთავდება, დაიქოქება და ვნახავ თუ რა ჭირს, რა უნდა და ასე შემდეგ რა. 540. ამძვრალია ეს წეგან ამიძვრა სამწუხაროდ, მაგრამ მაინც 540 40 ლარი ეთყობა თუ როგორ აი. ეხა გაუბერო საბურავებს, იმედია გაიბერება. ავიყვანა დანარჩენს უკვე გაჩვენებთ სახლიდან. ეხლა გავშერდით, საწავს ვასხავ. ჩემ მონსტრში რაღაც სნეკები დავითრიე და გზას განვაგზოთ სახლისკენ. და რამ ესე გამოიყურება ჩვენი სოროკი. აბა როგორია ხალხო, პროსტა დაწერეთ და კომენტარეთ, არ დაინანოთ თუ მოგწონთ ეს მანქანა რა და გამოვა რამე. გათენდა მეორე დღე მოვიყვანე მანქანა როგორც იქნა სახლში. ჩამოსვი გუშინ უკვე ღამე იყო და ვეღარ გადავიღე. ესე გამოიყურება მანქანა. ეს არის მოკლედ კარგად რო გითხართ 540 ქარხნული, რომელსაც აქვს ძალიან ცოტა გარბენი, 100,000 სიუს გარბენი და იდგა 8 წელი ერთ ადგილას რა. და მაგიტომ არის საღებავი გახუნებული, როგორც ხედავთ. რაც მდგომარეობაშია საღებავი უშუალოდ რა. ესე გამოიყურება, ესაა ჩემი ბავშვობის ოცნების მანქანა მოკლედ ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე მყავდა 525, მაშინ 16 წლის ვიყავი ალბათ. მაგარი მანქანა მყავდა სხვათა შორის. ხო და ის მანქანა რო გავყიდე, მაშინ თქვი რომ მეთქი რაცა ვიყიდით თქო მეორე 34 თქო აუცილებლად უნდა იყოს სოროკი თქო რა. ხო და ჩემი სოროკის ვიდეოები კი იცით, წინა მანქანა რაც მყავდა, მექანიკა. მაგრამ ის მანქანის გაყიდვა მომიწია, ვერ გადავიღე და გულში რაღაც სუდად დამჭა მოკლედ რა და
ეს მანქანა გაიჩნდა და ვიყიდე. დიდი ხანი უყურებდით ამ მანქანას რა. დაგულებული მყავდა, ესე რომ ვთქვათ. და როგორც კი საშუალება მომეცა და პატრონს დავუკავშირდი და რაღაც, ეგრევე ვიყიდე ეს მანქანა. ეხლა გაჩვენებთ გულს. ესე გამოიყურება ბებერი, სოროკი. ძალიან სუფთად, ლამაზად. აქვს თეთრი სალონი, სალონსაც გაჩვენებთ ახლა. რომელიც არის დგომისგან დაძველებული. ესე გამოიყურება სალონიც. თეთრია ბიუკლები. და ვაპირებ რომ ჩავალაგო ესეთი ფერის სალონი. ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება და ძალიან ლამაზი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ აბა? მოუხდება ესეთი ფერის სალონი მთლიანად ოღონდ. თუ არა დამიწერეთ კომენტარებში, გავითვალისწინებ. ყოველ შემთხვევაში მოვისმენ ყველას რჩევას და იქიდან საუკეთესო ვარიანტს გავაკეთებ მოკლედ ამ მანქანაში რა. ესე იგი, ამ მანქანაზე არის დიდი პროექტი. მინდა რომ ეს მანქანა გახდეს ისეთი როგორიც იყო ქარხნიდან გამოსვლისას და უფრო კიდე მაგარი რა. ამაზე უნდა შევცვალო ბამპერები, დისკები, რაც უკვე ნაყიდია, დაკიდების სისტემა, გამონაბლოქვის სისტემა. ხო და რა დამიწერეთ მოკლედ კომენტარებში. აი თქვენი რო იყოს ეს მანქანა, რას გაუკეთებდით და რას შეცვლიდით. ყველას რჩევას მოვისმენ კიდევ ვიძახი. აი როგორ დისკებს დააყენებდით, რანაირ შიდოკებს დააყენებდით და ასე შემდეგ რა. უნდა შეიღებოს მანქანა მთლიანად აუცილებლად, რომ დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს და გამოიყურებოდეს ისე როგორც საჭიროა, რომ დაინახო და თვალს რომ მოგჭრის რა. რა მაგარი სოროკია, იმენა რომ იტყვი აი ეგეთი. ბევრს ეხა ესეთი როგორიცაა ესეთიც მოწონს. მაინც ამბობს მაგას, მაგრამ ჩვენ გვინდა საუკეთესო ვარიანტი ამ მანქანის. და გახდება კიდეც საუკეთესო ვარიანტი. ასე რომ დაწერეთ, მოგეწონათ, არ მოგეწონათ. ღირს აწყობა, არ ღირს აწყობა. თუ როგორ არის ჩვენი ამბავი. მოკლედ მე ძალიან მომწონს რა. ჩემთვის ღირს. ჩემთვის თვითოული დეტალის გაკეთება ღირს. აი შეხედეთ. ძალიან სვეჟია, ძალიან. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. დაწერეთ კომენტარებში თუ როგორ ისურვებდით ეს მანქანა რა ყოფილიყო და გახდეს მოკლედ. იმიტომ რომ აუცილებლად გახდება. დროის ამბავია და ყველაფერი იქნება ხუთიანზე რა. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და კომენტარება არ დაგავიწყდეთ მეტი мотиваციისთვის და რა ვიცი. წინ კიდე ბევრი პროექტია უბრალოდ ეხა კარგი ამინდები გამოვიდა რა და ეხა გადავწყვიტე YouTube ვიდეოს გადაღება. თან ამ მანქანამ მომცა мотиваცია. და რავი, ეს ყველაფერი გადასაღებია რა. ყველაფერი პროექტია, იგით ორი მანქანა. ეს შიგნით აქ კიდე გარაში ერთი აყენია, აქეთაც ერთი აყენია. ხო და ნელა-ნელა გაგაცნობთ ყველაფერს. გადავიღებთ. მე აქეთ ტრეკის მანქანები მოდის. რომელთაც ტრეკზე უნდა ვისრიალოთ, ვივარჯიშოთ და დავადუღოთ ხოლმე ყველაფერი. და ესე რა საინტერესო რაღაცები გაიჩნდება რა. და გამოიწერეთ არხი აუცილებლად. აბა კარგად.